საერთაშორისო ზეწოლაკის შემცირების ნაცვლად ძლიერდება დღის ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ პრაქტიკულად რამდენიმე წუთის ინტერვალით გავრცელებული განცხადებები, რომლებიც საკმაოდ მწვავე შინაარსისა. ჯო ვილსონის გზავნილების მთავარი ადრესატი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეა, რომელსაც ამერიკელი კანონმდებელი მოსალოდნელ მკაცრ ნაბიჯებზე აფრთხილებს. ვილსონის საკმაოდ მკაცრი ტონი კი არ ახალია. ბოლო თვეებში ის ხელისუფლებას ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის სტატუსითაც აკრიტიკებდა 28 ნოემბრის შემდეგ კი მოქმედი პრეზიდენტი ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად გამოაცხადა. მმართველი გუნდი ვილსონის გზავნილებს მიღმა ლობიზმის კვალს ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმენი ტრამპის პარტიას წარმოადგენს, ქართული ოცნება 20 იანვრის შემდეგ სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვაში და ურთიერთობის სუფთა ფორცლიდან დაწყებაში დარწმუნებულია. დღის ბოლოს ჯო ვილსონმა საქართველოს შესახებ ტვიტერზე კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა და პრემიერ ირაკლი კობახიძეს ირანში ვიზიტის გამო განმარტებები მოსთხოვა. სანქციების მუქარა ტრამპის სახელით და გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილს. პლატფორმა X-ზე სამი ტვიტი ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელის და რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის ანგარიშზეა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალიან ნათლად განმარტა თუ რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის განადგურების თავის გეგმას განახორციელებს, ის ისეთ პასუხს უნდა ელოდოს, როგორცაც ვერასდროს წარმოიდგენდა. ტვიტი ნომერი პირველი, რომელსაც მალევე მოჰყვა მეორე პოსტი. კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი ჩინეთისა და ირანის მოყვარული ამერიკის მოძულე ცდილობს საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად აქციოს. ჩვენ ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ და შევწყვიტოთ საქართველოს დაფინანსება თუ ეს მოხდება. წერს ვილსონი და მესამე პოსტად აგრძელებს. დიქტატორად ჩამოყალიბების პროცესში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა რატომ მისცა კონტრაქტი სანქცირებულ ჩინურ კომპანიას ანაკლეის ღრმაწლოვანი პორტის ასაშენებლად. სათხარ სანქცირებისთვის ბიძინა. საქართველოსთან დაკავშირებულ პოზიციონირებაში ბიძინა ივანიშვილის გუნდმა ლობიზმის ნიშნები ამოიკითხა. ხედავთ ხოლმე, რომ როდესაც ასეთი ინტენსიური განცხადებები გეთება ამა თუ იმ პოლიტიკოსის თუ ჩინოვნიკის მხრიდან, მერე იკვეთება ხოლმე კონკრეტული, ასე ვთქვათ, ფინანსური ინტერესის ნიშნები. არ ვიცი ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე, ყოველ შემთხვევაში მე ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი. თავარია საზოგადოება მისწავლა ყველაფერი. საზოგადოებამ პირველ რიგში ისწავლა ის, რომ არც ცალკეულ პოლიტიკოსს არ უნდა გაეკიდოს მის განცხადებებში. რეალურად მიზანიც ეს არის, იმიტომ გააქტიურეს კონკრეტულად რესპუბლიკელი პოლიტიკოსი, რომ შექმნას ვიღაცამ აღქმა ტრამპის პირობებში პრობლემების გაგრძელების თაობაზე. ჩვენ სხვა რამეს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან, ჩვენი ხელი არის გაწვდილი, ჩვენ თავაზობთ ახალ ადმინისტრაციას სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას სუფთა ფორცლიდან. თვისებრივად განახლებას, გაჯანსაღებას იმ ურთიერთობების, რომლებიც არ არის დღეს ჯანსაღ მდგომარეობაში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, ახალი ადმინისტრაციის მხრიდან იქნება შემოხვედრილი პრაგმატული ნაბიჯები, შედის ორივე ქვეყნის ინტერესებში, როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. პრემიერი ამ კომენტარით გამოეხმაურა ოპონენტებსაც, რომლებისთვისაც ჯო ვილსონი არა უბრალოდ ერთი კონგრესმენი, არამედ რესპუბლიკელი კონგრესმენია და მისი პოზიციები ქართული ოცნების მიმართ კრიტიკულია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის ამერიკის ხელისუფლებაში სწორედ რესპუბლიკელი პრეზიდენტის მოსვლაზე დებს ფსონს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ოფიციალური თბილისის მოლოდინი მოლოდინად დარჩება. საერთაშორისო პარტნიორების ტონი და მოქმედებები კი კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება. და არა მარტო ივანიშვილს, არამედ მის შეერთებებსაც ჯო ვილსონი არის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა და ანუ რა ვიცი, ამ სათნახულობს ეს კაცი ამ დროს საქართველოს პოსტს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს მის ყურადღების ცენტრში არის, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მუქარების ტონებიც ისმოდა, მათ შორის მის ბოლო ტვიტებში, ამიტომ რაღაცა მნიშვნელოვანს უნდა ველოდოთ. მწვავე შეფასებები კიდევ უფრო მეტად იქნება წარმოდგენილი და ამის გარდა იქნება სანქციებზე უფრო აქტიური საუბარი და კიდევ მრავალფეროვანი სანქციების შემოღება იქნება დღის წესრიგში. და უბრალოდ ღიმილის მომგვრელია, რადგან სავარაუდოდ ბოლო სერიაში ვიხილავთ ტრამპს ომის გლობალურ პარტიაში, ან მასონთა რომელიმე ლოჟაში, რადგან ქართული ოცნების წარმომადგენლები მუდმივად აი ამ ნარატივით ცდილობენ, რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნონ. ყველა ადამიანი, რომელიც არის დასავლურ სამყაროს მნიშვნელოვანი აქტორი, მათ შორის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშიში, ეს არის ორპარტიული პოზიცია და იმ ადმინისტრაციასაც, რომელიც წარმავალია და იმ ადმინისტრაციასაც, რომელიც უკვე იქნება ძალიან მალე ამერიკის მმართველი, რომ პუტინის გამარჯვებას ისინი ამ რეგიონში და საქართველოში არ დაუშვებენ, ისე როგორც არ დაუშვებს ამას ქართული ხალხი და ეს ქართულმა ხალხმა ეროვნული წინააღმდეგობა
თანამდებობის გზით გამოხატა. რაც შეეხება ჩვენ პარტნიორებს, ისინი გამოხატავენ თანამდებობის სანქციების კუთხით, ქართული ხალხის გვერდში დგომის კუთხით და ყველა იმ ძალისხმევით, რაც მათ შეუძლიათ გაიღონ ჩვენი ქვეყნის ხარდასაჭერად. ვილსონმა ეს დაადასტურა, რომ არავის ამ ქვეყნის ამ დედამიწაზე არ ეპატიება თეირანში, ტირილში ჩასვლა და ჰეზბოლა და ჰამასის გვერდზე დგომა. ამიტომ ძალიან მარტივად არის საქმე. ამან ჩამოშალა ის რაღაცა ძალიან იაფფასიანი და დომინოს მოთამაშეების და ბირჟის პროპაგანდა, რომ 20 იანვარს რამე შეიცვლება ივანიშვილისთვის. ზოგადად, შეერთებულ შტატებში პარტიების ცვლილებით საერთაშორისო პოლიტიკა არ იცვლება ხოლმე. ვილსონმა გვაჩვენა და თქვა, რომ ძალიან მალე ნახავს ივანიშვილი თუ რა ელის იმ ადამიანებს, რომლებიც თავს აცხადებენ შეერთებული შტატების ინტერესების მტრად. ის, რასაც ოპოზიცია პარტნიორების ბუნებრივ რეაქციად მიიჩნევს, ქართული ოცნებისთვის ფინანსური სარგებლის ინტერესი და ლობისტური საქმიანობა. ოცნების გუნდში დარწმუნებულნი არიან, რომ კონგრესმენ ჯო ვილსონის აქტიურობაზე შეკითხვებს პასუხს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ფარას საფუძველზე გამოქვეყნებული მორიგი ანგარიშები გასცემს. თუ ეხა ბატონი ვილსონის რაღაცა ისტერიული ტვიტები დღეში 3 თუ 4 ტვიტს უძღვნის საქართველოს, ესეც ყველაფერი გასაგებია, ძალიან მჭიდრო კავშირში არის იგი ჩვენ რადიკალურ ოპოზიციასთან. მე საზოგადოებას იმასაც შევახსენებ, რომ თვეების წინ, როდესაც ბატონმა ვილსონმა ჰელსინკის კომისია ჩაატარა, ეს კომისია გახსნა ბატონი შალვა ნათელაშვილის წერილით და ეს წერილი დაურთო ოქმსთან. ხო, ეხა მის სერიოზულობაზე უკვე ესმეტყველებთ და ეხა ჯონ ვილსონი რაღაცა მაშველგოლად ნევლინება თითქოს და ოპოზიციას, რომ 29-მდე მეტი აჟიოტაჟი შემოიტანოს. ეხა ამერიკაში ცხოვრობს 300 მილიონზე მეტი მოქალაქე და თუ არ ვწდები, მისი გამომწერი ტვიტერზე არის დაახლოებით 30,000 თუ 35,000 მოქალაქე. ეს მეტყველებს მის პოპულარობაზე. რესპუბლიკელებში ყოველთვის შეიძლება მოიძებნებოდეს ისეთი ადამიანი და ყოველთვის იყო ესეთი, რომელიც რაღაცა კუთხით, რაღაც ძირითად მიმართულებას შეიძლება არ ეთანხმებოდეს, ხო? გულწრფელად ვამბობ, რომ აქ არ არის პიროვნებებზე და რაღაც მერკანტილურ და რაღაც ვიწრო პარტიულ ლობიზმზე საუბარი. აქ არის საუბარი სტრატეგიულ ხედვაზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. სტრატეგიული ხედვა მართველი გუნდის ქართული ოცნების ტრამპის ადმინისტრაციის სრულ თანხმედრაში ერთმანეთთან და ეს გვაძლევს იმის რეალურ საფუძველს, რომ ესეთი კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ესეთი ლობიზმით გაჟღენთილი განცხადებები ჩვენს ახალ ურთიერთობას და გადატვირთვის პოლიტიკას ნამდვილად ვერ შეუშლის ხელს. ფარას მეშვეობით ჩვენ რა თქმა უნდა უფრო კონკრეტულად შევიტყოთ, თუ საიდან მოდის ბატონი ვილსონის ეს ასე ვთქვათ დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. რაც შეეხება ტრამპის ადმინისტრაციას და პრეზიდენტ ტრამპს, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ და გავიმეორებთ. არის ის ფასეულობები, რა ფასეულობების გარშემოც და ის პოლიტიკური პროცესები, რა პოლიტიკური პროცესების გარშემოდაც საუბრობდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და იბრძოდა ქართული ოცნება და ანალოგიურ ღირებულებებს და ანალოგიურ შემთხვევაში პოლიტიკურ პოზიციებს ახმოვანებს ტრამპი. მთავარი მოლოდინი ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც ახლა კონგრესმენ ჯო ვილსონის მიერ დასახელებული 29 დეკემბრის ქართული ინაუგურაციის დღეს და 20 იანვრის ამერიკულ ინაუგურაციასაც უკავშირდება. ამ ორმა თარიღმა გარკვეულწილად უნდა გასცეს შეკითხვას პასუხი, როგორ გრძელდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და არა მხოლოდ.